2021 წლის 15 სექტემბერი. თბილისში ფიქრის გორაზე 22 წლის ნიკო კვარაცხელია საკუთარ ავტომობილთან ჩაცხრილეს. მომავლის ბიჭს დამიზნებით 9 ჯერ ესროლეს. ეს არ იყო რაღაც შემთხვევითი. ეს იყო პირდაპირ შეკვეთილი კვლელობა. 2022 წლის 24 ივნისი თბილისში წყნეთის გზაზე ჩაცხრილეს 53 წლის ბიზნესმენი ლევან გაჭარავა. ტილიკას მეტსახელი ცნობილ ბიზნესმენს თავდამსხმელებმა ჩასაფრება მოუწყვეს და მიმავალ ავტომობილს 20 ჯერ ესროლეს. საქართველოში შეკვეთილი მკვლელობების დრო დაგვიწყდა. როდესაც ლევან გაჭარავა ჩაცხრილეს, ყველა ინდიკაციით ეს უნდა ყოფილიყო შეკვეთილი მკვლელობა. 2025 წლის 14 მარტი თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე. 56 წლის კაცს 14 ტყვია ესროლეს. პირველივე დღეებიდანვე ჩვენ დაზარალებულის ოჯახი და დაზარალებულის ადვოკატი მე პირადად ვაცხადებდით, რომ ადგილი გქონდა შეკვეთილ მკვლელობას, უამრავი დეტალი ადასტურებდა ამ ყველაფერს. ეს სამი საქმე საკმარისია იმისთვის, რომ გაგიმყარდეს ეჭვი, თუ როგორ იქცევა სისტემა, როცა გახმაურებულ მკვლელობებში საკუთარი კვალის ან მასთან დაკავშირებული გავლენიანი პირების ინტერესის დაფარვა სურს. სამივე ამ საქმეში არსებული გარემოებები პირველივე წუთიდან მიუთითებდა, რომ დანაშაულებები შეკვეთით მოხდა. თუმცა, უხილავი ბოსის მითითებით საქმეები ისეა გაფუჭებული, რომ დამკვეთებამდე მისვლა ძნელია. ძნელი, მაგრამ არა შეუძლებელი. ყველაფერი დღეს უკვე არალეგიტიმური ხელისუფლის ნებაზეა დამოკიდებული. ეს საშინელება რომ დაგვატყდა თავს, მე ძალიან მალევე მომიწია საქართველოდან ამ ყველაფერი უბედურების მერე საქართველოდან წამოსვლა, იმიტომ მე მცირეწლოვანი შვილები არ მყავდა საქართველოში და მთელი ოჯახი ვიყავით განადგურებული და სწრაფადვე ვერ ჩავიხედე საქმეში. იზაომაძე 22 წლის ნიკოს მკვლელობის მოტივის და დამკვეთის დადგენას 4 წელია ითხოვს. უმძიმესი ტრაგედიის მიუხედავად შვილმოკლული დედა სულ ცდილობდა გამოძიების მიმდინარეობისთვის თვალი ედევნებინა, თუმცა ნანახი ყოველჯერზე აოცებდა. თვეების განმავლობაში ხედავდა, როგორ კერავდა სისტემას საქმეს ისე, თითქოს ნიკო დამკვეთის გარეშე და ბანალური მიზეზით მოკლეს. ეს მკვლელობა იყო შეკვეთილი მკვლელობა და ნახე რომ საქმეც შეკერილი იყო პირდაპირ სცენარივით იყო საქმე, აი რომ ჩაიხედოს სრულიად დამწყებმა იურისტმა, ისიც მიხვდება, რომ ეს არის რაღაცა ძაფრ სიუჟეტიანი სცენარი. აი შეკვეთით დაწერილი ჩვენებები, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც საქმეში დევს, რაღაც რეალობასთან ძალიან აცდენილია. და რა თქმა უნდა, პროკურორი ხელმძღვანელობდა ამას ყველაფერს გამომძიებელთან ერთად და თავიდანვე მქონდა ეჭვები. ვისი დაკვეთით მოქმედებდა საქმის პროკურორი არ იცის, თუმცა დარწმუნებულია, რომ პროკურორმა შაიშმელაშვილმა კონკრეტული პირის მითითებით დააყენა ის შედეგი, რაც ახლა არის. ნიკო კვარაცხელიას განზრახ ჯგუფური მკვლელობისთვის მსჯავრი მხოლოდ შემსრულებლებს, გიორგი კავილაძეს და აკოჭელიძეს აქვს დადებული. უმძიმესი დანაშაულის დამკვეთი კი ისევ თავისუფალია. მე ვემზადები, რომ შაიშმელაშვილზე ვისაუბრო როგორც ბრალდებულზე, ის აუცილებლად უნდა აღმოჩნდეს, თუნდაც მარტო ნიკოს საქმით და სხვა საქმეებითაც აუცილებლად უნდა აღმოჩნდეს საბრალდებო სკამზე. მან შეკვეთილი მკვლელობა გადააკვალიფიცირა, აბსოლუტურად არია დარია. მკვლელობა შეკვეთილი იყო და გამოძიებაც აი შეკვეთით წაიყვანა მან. და მან უნდა თქვას, აი როცა დაჯდება საბრალდებო სკამზე, უნდა თქვას, ვინ შეუკვეთა, რომ ამ სახით წაიყვანა მკვლელობა. ვინ საქმეში ჩახედული არ ხართ, ალბათ იკითხავთ, რა დააშავა ასეთი პროკურორმა შაიშმელაშვილმაო. ამ შეკითხვაზე ნიკოს დედას მკაფიო პასუხი აქვს. მან გააფუჭა ის, რომ შეკვეთით წაიყვანა ეს მკვლელობა, როგორც დაუკვეთეს მას, რომ საერთოდ არასწორი გადაეკვალიფიცირებინა, როგორც დაუკვეთეს ზუსტად ისე წაიყვანა შაიშმელაშვილმა და ვის დაკვეთას ასრულებდა, ამას ალბათ თვითონ გვეტყვის უკეთ. არ შეიძლება ამ კაცს შერჩეს ამდენი რაღაც. ნამდვილად არ შეიძლება. იზაომაძის თქმით, ზედამხედრულ პროკურორს და გამომძიებლებს, რომ ობიექტურად ემოქმედათ და ზედაპირზე არსებული გარემოებები ოპერატიულად გადაემოწმებინათ, ახლა შესაძლოა სადავო აღარაფერი ყოფილიყო. თუ გამოძიება მხოლოდ საქმის გაფუჭებით არ იქნებოდა დაკავებული, დამკვეთი დიდი ხნის წინ იქნებოდა დადგენილიც და დაპატიმრებულიც. დაზარალებულ ოჯახს კი ნიკოს
სიმართლე სანთლით საძებარი აღარ ექნებოდა. თუმცა უსამართლო სახელმწიფოში მოჩვენებითი გამოძიებისას მით უმეტეს იმ საქმეებში, სადაც სისტემის ინტერესი დიდია, სიმართლის პოვნა ძნელია. საქმეში დევს ტელეფონები, საქმეში დევს სახელები და გვარები. ეს ხალხი ნათია 6 თვის მერე დაკითხეს. და იცით რას მეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ხმას ვერ ავუწევთო და რასაც გვეუბნებიანო, მხოლოდ ის შეგვიძლია დავიჯეროთო. სახში შემოგვივარდნენ, ჩვენთან ეძებდნენ. ნიკოს ნივთებს ეძებდნენ, რომ იქ რაღაცას ჩასჭიდებოდნენ. 6 თვის მერე კონკრეტული სახელები და გვარები იყო საქმეში და 6 თვის მერე დაკითხეს ეს ხალხი და ისიც როგორ დაკითხეს, იცით, აბა მეც არაფერს გვეუბნებიან და რა ვქნათ. როგორ არისო, მე ყველანაირი საფუძველი მაქვს, რომ თქვა, რომ შაიშმელაშვილმა შეკვეთით წაიყვანა, ვიღაცა მას დაუკვეთა, რომ ამ სახით წაიყვანა ეს საქმე. მან დაშალა მთლიანად საქმე, ჯგუფურიც არ უნდოდა, ნაცია რომ არა ჟურნალისტების მხარდაჭერა, რომ არა საზოგადოების მხარდაჭერა, მას არ უნდოდა, რომ როგორც ჯგუფური მკვლელობა ისე წაიყვანა ეს საქმე. შულმოკლული დედა ახლა ხელისუფლების, უფრო კონკრეტულად კი პროკურატურის ხელმძღვანელების რეაგირებას ელოდება. ამ ეტაპზე თავად კონკრეტული გვარების დასახელებას ერიდება, თუმცა ამბობს, რომ სისტემის მხილებას გააგრძელებს. მე ჩემს პოზიციას გამოვხატავ და საერთოდ არანაირი რეაგირება აღარ აქვს. მე მინდა მივმართო ახლად დანიშნულ გენერალურ პროკურორს. მე ვფიქრობდი, რომ მას ექნებოდა რეაქცია და ჩამოაშორებდნენ შაიშმელაშვილს სასწრაფო წესით. ეს კაცი ჩამოაშორო ნიკოს საქმეს და დაიწყოს ხელახლა გადაკვალიფიცირდეს საქმე როგორც შეკვეთილი მკვლელობა. თელმა საზოგადოებამ იცის, აბსოლუტურად ყველა მიცის, რომ საქმეში არანაირი მოტივი არ დევს. აბსოლუტურად არანაირი მოტივი არ დევს. ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა და მეცაც გეტყვით. აი ასე ვფიქრობ და ყველანაირი საფუძველი მაქვს 4 წელი, როდესაც არ იძიებთ ასეთი ახალგაზრდის მკვლელობას, მე საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ არ აწყობთ ამ საქმის გამოძიება და დავადანაშაულო არსებული ხელისუფლება. ვიდრე ნიკოს მკვლელობის დამკვეთი არ გასამართლდება, ოჯახი ბრძოლას არ შეწყვეტს. შეკითხვებზე პასუხს საზოგადოების დიდი ნაწილიც ითხოვს, რადგან 2021 წლის 15 სექტემბერს ნიკო მხოლოდ თავის ოჯახს არ მოუკლეს. ქვეყანას წაართვეს ბიჭი მომავლიდან, რომელსაც წინ დიდი გეგმები ჰქონდა. ჩემს შვილს ნიკო კვარაცხელიას მტრები არ ყოლია. მისი მთელი ინტერესი იყო, რომ თავისი ქვეყნისთვის რაღაცა კარგი გაეკეთებინა. მისი მთელი ინტერესი იყო, რომ საქართველო წარმოეჩინა სოფლიოში. მას წაართვეს ყველაფრის უფლება, მომიკლეს შვილი და აუცილებლად ეს საქმე უნდა გამოიწიონ. პირველ რიგში შაიშმელაშვილის ჩამოშორებით მე ვფიქრობ, რომ ეს საქმე წაიწევა წინ. რამდენიმე თვე გავიდა, მას შემდეგ რაც ჩადენილი იქნა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა, მხოლოდ ახლა ხანს შეიცვალა მუხლის კვალიფიკაცია და ახლა უკვე გამოძიება გრძელდება შეკვეთილი მკვლელობის მუხლით. ამ გადაწყვეტილებამდე მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის ოჯახის იურის დიდი ბრძოლა დასჭირდა. არადა საქმეზე სწორი კვალიფიკაცია ობიექტური გამოძიების მთავარი ინდიკატორი უნდა გამხდარიყო. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ლევან ჯანგველაძე მიმდინარე წლის 14 მარტს ჭავჭავაძეზე შემთხვევით არ მოუკლოთ. ყველა მტკიცებულება, რომელიც გამოძიებას პირველივე წუთებიდან ჰქონდა, შეკვეთილ მკვლელობაზე მიუთითებდა. თუმცა პროკურატურას თავდაპირველად ამის აღიარება არ უნდოდა. როგორც ჩანს, ამ საქმეზეც უხილავი ბოსის მითითებას ასრულებდნენ. საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ქმედებები, რომელსაც კონკრეტული პროკურორი გია შაიშმელაშვილი ახორციელებდა, იყო მიმართული არა იმისკენ, რომ საქმე გამოძიებულიყო, საქმეზე ჭეშმარიტება დამდგარიყო და შემკვეთები ყოფილიყვნენ პასუხისგებაში მიცემული, არამედ იმისკენ, რომ საქმე ჩაფარცხულიყო და შემკვეთები უბრალოდ არ ფიგურირებდნენ ამ საქმეში, ამორიცხულიყვნენ ამ საქმიდან და ისინი პასუხისგებაში არ
ყოფილიყვნენ მიცემული. ამ საქმეზეც გამოძიებას პროკურორი გია შაიშმელაშვილი ზედამხედველობდა. მოკლული ბიზნესმენის ოჯახის იურისტი სწორედ მას აკისრებს პასუხისმგებლობას საქმის გაფუჭებაზე. ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ შაიშმელაშვილის უმოქმედობამ ან ვიღაცის ინტერესით მოქმედებამ საქმე ბევრი მნიშვნელოვანი მტკიცებულების გარეშე დატოვა. მაგალითად, ამ დრომდე ნაპოვნი არაა ტელეფონი, რომელსაც მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გელა უძილაური დანაშაულის დროს იყენებდა. არადა შემთხვევის ადგილზე სხვადასხვა სათვალთვალო კამერის გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მკვლელობამდე უძილაური ვიღაცას ან ვიღაცებს ტელეფონით ეკონტაქტებოდა. სავარაუდოდ მითითებებს იღებდა და დეტალებს აზუსტებდა. გელა უძილაური რომ დაეკავებინათ კონკრეტულ დღეს, დანაშაულის ჩადენის დღეს, მანამ სანამ ის ქალაქს დატოვებდა თავისუფლად და უპრობლემოდ, ჩვენ გვექნებოდა უკვე საქმეზე ამოღებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, როგორიც არის მობილური ტელეფონი, სადაც იქნებოდა უამრავი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ აძლევდა მას მითითებებს, ვინ ეხმიანებოდა, ვინ უგზავნიდა მესიჯებს, თვითონ ვის უგზავნიდა შეტყობინებებს და ვინ ურეკავდა მას. ამ დრომდე ბევრი კითხვის ნიშანია დანაშაულის იარაღთან დაკავშირებითაც. ადამიანი ვიზეც ის რეგისტრირებული იყო, დაკავებულია, თუმცა ამ მტკიცებს, რომ იარაღი მოპარეს. ხომ უნდა გამოეძიებინა საგამოძიებო ორგანოს. მას შემდეგ რაც უკვე აღარ ინახავდა წივწივაძე, ვის ხელში ჩავარდა, ვინ არის ის დაჯგუფება, ვინც შემდეგ უკვე იყენებდა ამ იარაღს, ვის მფლობელობაშიც აღმოჩნდა ეს იარაღი. ხომ უნდა ჩაეტარებინა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. პროკურორმა ამის ნაცვლად რა გააკეთა, იცით? ბრალდების დადგენილებაში ჩაუწერა კონკრეტულ პიროვნებას, რომ თითქოს წივწივაძემ გადასცა იარაღი გელა უძილაურს და ამ იარაღით გელა უძილაურმა ჩაიდინა დანაშაული კონკრეტულად ლევან ჯანგველაძის მკვლელობა. ანუ რა გამოვიდა ეს, რომ დადგენილად მივიჩნიოთ, გამოდის, რომ მაშინ შემკვეთების საქმიდან უნდა ამოვიღოთ, ის პირები დაუდგენელი უნდა დარჩენ, ვის ხელში ჩავარდა ეს იარაღი და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მთელი ეს ქმედებები, მთელი ეს გადაწყვეტილებები ემსახურებოდა იმას, რომ სხვადასხვა ადამიანებისთვის ან ადამიანისთვის ხელი დაეფარებინა. გია შაიშმელაშვილი ახლა საქმეს ჩამოცილებულია. გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის კვალიფიკაციით გრძელდება, მაგრამ მოკლული ბიზნესმენის ოჯახის იურისტის შეფასებით ზიანი, რომელიც საქმეს ერთი პროკურორის არაობიექტური ქმედებების გამო მიადგა, რთულად გამოსასწორებელი იქნება. დაიკარგა უამრავი მტკიცებულება, არ იქნა უამრავი მტკიცებულების მოპოვება შესაძლებელი და განხორციელებული და შესაბამისად მივიღეთ მოცემულობა, რომ დღეს უკვე თვეების შემდეგ, როდესაც სწორი მიმართულებით უკვე წავიდა როგორც იქნა გამოძიება, სწორი გზით წავიდა გამოძიება, უკვე ძალიან რთული არის უტყვარი მტკიცებულებების მოპოვება. ობიექტური გამოძიების და პროკურატურის ნების პირობებში ლევან ჯანგოლაძის მკვლელობის დამკვეთის დადგენა რთული, მაგრამ შეუძლებელი არ იქნება. არაოფიციალურად ამ საქმეს რამდენიმე გვარი მალევე დაუკავშირეს. მაგალითად, საუბრობდნენ ოთარ ფარცხალაძეზე, როგორც დანაშაულის დამკვეთზე. მედიაში გაიჟღერა ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სახელებმა და გვარებმაც. თუ ფარცხალაძის ვერსიას გავიზიარებთ, პროკურორ შაიშმელაშვილის არაობიექტურობის მიზეზიც მარტივად აიხსნება. არაერთი წყარო პროკურატურიდან გვეუბნება, რომ შაიშმელაშვილი ფარცხალაძის კადრი და მეგობარია და ყველა საქმე, სადაც შედეგით ყოფილი გენერალური პროკურორია დაინტერესებული, მას აწერია. როგორც ჩანს, ფარცხალაძის და მისი დაჯგუფებით გამოძიებაც დაინტერესდა. ამის დასტურია თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ გოჩაონიანის ესპადაკი. დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, 14 ივლისითაა დათარიღებული. ანუ მას შემდეგ, რაც ჯანგოლაძის მკვლელობის საქმეს პროკურორი შაიშმელაშვილი ჩამოაცილეს და საქმე შეკვეთილი მკვლელობის მუხლით გადააკვალიფიცირეს. ჩემს მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ და დანაშაულთან შემხებობაში მყოფ პირებთან მჭიდრო კავშირზე იმყოფებიან ძმები დავით კონსტანტინეზე მიქაძე და გიორგი კონსტანტინეზე მიქაძე. აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ თქვენს შემდგომ მითითებებს. შემდგომი მითითებები წესით ძმებ მიქაძეების დაბარება და დაკითხვა უნდა იყოს, თუმცა ჩვენი ინფორმაციით ეს საგამოძიებო მოქმედება ამ დრომდე არ ჩაუტარებიათ. რომც დაიბარონ მიქაძეები დაკითხვაზე ალბათ ვერც მივლენ. წყაროს ინფორმაციით ძმებმა ქვეყანა დიდი ხნით დატოვეს. თქვენ სადღაც უშვებთ, რომ მიქაძეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა ქონდეს ამ საქმეზე, ხო? კონკრეტულ პატაკში არის დაფიქსირებული თითქოს კონკრეტულ პირებს აქვთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ საქმეს. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ყველა ეს ინფორმაცია, რომელიც პატაკში არის დაფიქსირებული, გადამოწმდეს. ამ საქმეს დღიდან გამოძიების დაწყებისა
შემდგომ ნებისმიერი ეტაპი რო ავიღოთ გამოძიების მიმდინარეობის, ეთყობა რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ სურს არც მკვლელების და არც მკვლელობის შემკვეთის დაჭერა. ლევან კაჭარავას მკვლელობა კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმის, თუ როგორ შლის გამოძიება დამნაშავეების კვალს, მაშინ, როცა ვიღაცის დაცვა სურს. წინა ორი საქმისგან განსხვავებით აქ ყველაფერი უფრო რთულადაა. ცნობილი ბიზნესმენის მკვლელობის საქმე თაროზე ისე შემოდეს, რომ არათუ დამკვეთი შემსრულებლებიც არ დაუდგენიათ. როგორ გაიგეს მკვლელებმა სად, ვისთან ერთად, რა ავტომობილით და როდის გადაადგილდებოდა ლევან კაჭარავა. ეს რომ ყოფილიყო თქვა სახლთან ჩასაფრება, შეიძლება ვინმეს ეთქვას, რომ ეთქვა რომ აი სახლთან ჩაუსაფრთუნდა, როცა მოვიდა, მაშინ გაუხსნეს ცეცხლი. ან ეს რომ ყოფილიყო მის ავტომობილზე გახსნილი ცეცხლი, მავანი იტყოდა რომ აი ავტომობილს აეკიდნენ და გაუხსნეს ცეცხლი. მაგრამ იმ დღეს ლევან კაჭარავამ საკუთარი ავტომობილი მძღოლთან ერთად გადაადგილდებოდა, შეიცვალა და სრულიად შემთხვევით გადაჯდა ისეთ ავტომობილში, რომელთაც ის არ სარგებლობდა. იყო სხვის საკუთრებაში. შესაბამისად, მკვლელებს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ლევან კაჭარავამ შეიცვალა გადაადგილების საშუალება. და ვის შეიძლება ეს ინფორმაცია მიეწოდებინა? ბუნებრივია, უკვე აქ ჩნდება ოპერატიული სამსახურების ჩართულობის ეჭვი. მოკლული ბიზნესმენის ოჯახის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ოპერატიული სამსახურები მკვლელებს შემთხვევის ადგილიდან მიმალვაშიც დაეხმარნენ. სხვა შემთხვევაში ვერ ხსნის, რატომ ვერ მიაგნეს სამართალდამცავებმა მათ კვალს. დადგენილია, რომ ორივე თავდამსხმელმა ლევან კაჭარავას მკვლელობის შემდეგ ტერიტორია ციცაბო ფერდით დატოვეს და ვერესხეობაში ჩავიდნენ. ამისთვის საკმაოდ დრო დასჭირდებოდათ, თუმცა პოლიციას ეფექტური დევნა არ განუხორციელებია. ამისთვის არც მათ ხელთ არსებული საშუალებები, მაგალითად დრონი ან გაწვრთნილი ძაღლები არ გამოუყენებიათ. დაგვიანებით ადვოკატების მოთხოვნით ჩატარებულმა საგამოძიებო მოქმედებებმა კი დანაშაულის გახსნის შესაძლებლობა შეამცირა. მას შემდეგ რაც ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნები, იძულებული გახდნენ რომ გარკვეული პირები მოეძიებინათ და აღმოჩნდა ხო ის აუცილებლად რომ არაერთი თვითმკვლელი ყავს ფაქტს. არაერთი. ახლა აქ ჩდება კითხვა. თუ ადვოკატები მივხვდით რომ ფერდის გადაღმა არსებულ სივრცეებში, იქ არის საწარმოო ეზო, არის მოტოკლუბი, არის იქ კარიერი. იქ შეიძლება ყოფილიყვნენ მოწმეები. პოლიცია როგორ ეყავდა? აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მიხვდებოდა. ხო, ეხლა რაღაც განსაკუთრებული აღმოჩენა ხო არ გავუკეთებია ჩვენ, მაგრამ არ გადადგეს ნაბიჯები იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველეყოთ საქმის ჩაფარცხვა. რატომ მოიქცნენ სამართალდამცველები არაოპერატიულად? რატომ არ შეეცადნენ ცხელკვალზევე დაეკავებინათ ის პირები, რომლებმაც ბიზნესმენს ჩასაფრება გარესათვალთვალო კამერებისგან თავისუფალ ადგილზე მოუწყვეს და ავტომობილში ჩაცხრილეს? შეუძლებელია მკვლელობის დაგეგმვის და მკვლელთა შემთხვევის ადგილიდან გარიდების, ასევე გამოძიების ჩაფარცხვის პროცესი წარმართულიყო ძალიან სერიოზული მფარველის გარეშე. უბრალოდ შეუძლებელია. მაშინ გამოდის, რომ მთელი სამართალდამცავი სისტემა დოყლაპია ყოფილა და არ არის ეგრე ხო, როცა საქმის გარკვეული საქმის ინტერესი აქვს, საერთოდ არ არსებულ დანაშაულებს ტენიან ადამიანებს, ხო? და ამ შემთხვევაში ხელის გულზე რაც იყო, აი ეს რომ არ გამოიძიეს და დროული რეაგირება ამაზე არ მოხდა, ეს არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური ჩავარდნის, არამედ სხვა გარემოების მაჩვენებელი და ეს სხვა გარემოება ბუნებრივია არის გარკვეულ პირთა პირდაპირ დაინტერესება, ვისაც 2022 წლის მდგომარეობით ექნებოდა სამართალდამცავ სისტემაზე გავლენები. და ვის ჰქონდა 2022 წელს სამართალდამცავ უწყებაზე გავლენა, მაშინ როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სუსის უფროსი კი გრიგოლ ილუაშვილი იყვნენ. სწორედ ამ უწყებებს აქვთ ყველა შესაძლებლობა ადამიანების ფარული მიყურადების და გადაადგილების მარშრუტის დადგენის. როგორც ამბობენ, ორივე უწყებაზე გავლენა კი იმ ცნობილ კაცს ჰქონდა, რომელსაც ივანიშვილის სახელით ბევრი უკანონობის ჩადენა შეეძლო. დიახ, ოთარ ფარცხალაძეზე და მის დაჯგუფებაზე ვსაუბრობ. განსაკუთრებით ლევან ჯანგოლაძის მკვლელობის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს კავშირი შესაძლოა ლევან კაჭარავას მკვლელობასთანაც ჰქონდეს. ორივე მკვლელობა ხომ ერთი და იგივე ხელწერითაა ჩადენილი. ორივე შემთხვევაში თავდამსხმელებს ზუსტი ოპერატიული ცნობები ჰქონდათ. ამ წუთას რაიმე მტკიცებულება
კონკრეტულ პირთა დადანაშაულების თაობაზე, რომ აი მაგალითად ფარცხალაძემ მოახდინა ზეგავლენა ამ საქმის ჩაფარცხვაზე ან ფარცხალაძე იყო ამ დანაშაულის ინიციატორი, ამის კონკრეტული მტკიცებულება არ გვაქვს. თუმცა ამის პარალელურად მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ეს ფარცხალაძე და ძმები მიქაძეები გიორგი ჯოხაძე დაკავშირდნენ მედიის ინფორმაციით ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან და იმავე ინფორმაციის ფარგლებში გაჟღერდა, რომ ეს პირები ასევე შესაძლოა კავშირში იყვნენ ლევან კაჭარავას მკვლელობასთან. ჩვენ ბუნებრივია, ვიდრე მტკიცებულება არ გვექნება, ვერავის მიმართ ხელს ვერ გავიშვერთ. ბიზნესმენ კაჭარავას მკვლელობის საქმის გახსნაც საგამოძიებო უწყებების ახალი ხელმძღვანელების ნებაზეა დამოკიდებული. ადვოკატმა ბასილაიამ შესაბამისი წერილი ყველა უწყებაში უკვე გაგზავნა. დღევანდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, დღევანდელმა სტრუსის უფროსმა, დღევანდელმა გენერალურ პროკურორმა უნდა აიღონ ეს საქმე. უნდა აიღონ ამ საქმის გამოძიების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ვინც იყვნენ ჩართული და დევნის ღონისძიებებში ვინც იყვნენ ჩართული იმ ხალხის სრული დოსიე უნდა დაუძახონ ძველ ხელმძღვანელ პირებსაც, მათ შორის იმ პირებს, ვინც დღესაც კარგულ თანამდებობებზე აგრძელებს მუშაობას და უნდა კითხონ როგორ მოხდა, რომ დევნის ოპერაცია არ აწარმოა შინაგან საქმეთა სამინისტრო? როგორ მოხდა, რომ გამოძიების პროცესში არ დაიკითხნენ ის ადამიანები, ვიზეც წეღან მითებას ვაკეთებთ? და აი ამ ხალხმა, ყოფილმა თუ მოქმედმა თანამდებობის პირებმა პასუხი უნდა გასცენ. რატომ იმოქმედეს ვიღაცის დავალებით? შემდეგ უნდა დაასახელონ ვისი დავალებით იმოქმედეს. და ეს უკვე საქმის კვანძის გახსნის ძალიან ეფექტური საშუალება იქნება. რას იზავენ გეკა გელაძე, ანდრიო ხანაშვილი ან გიორგი გვარაკიძე უცნობია. მათ რომ დანაშაულებრივი კვანძი გახსნა საპატიმროში ბევრი უნდა გაუშვან. მათ შორის საკუთარი წინამორბედები, რომლებმაც ჯერ ქვეყანაში შეკვეთილი მკვლელობები დაუშვეს, შემდეგ კი საკუთარ თანამშრომლებს საქმეები გააფუჭებინეს. ამას კი ბატონის ნებართვა დასჭირდება. ვიდრე ივანიშვილის ჩინოვნიკები გადაწყვეტილებას მიიღებენ დრო გადის. მოკლულების ოჯახებს კი დამკვეთების დაჭერა და სამართლიანობის აღდგენა სურთ. რაც მეტად გაგრძელდება სახელმწიფოს უმოქმედობა, იმის რისკიც იზრდება, რომ დაზარალებულებმა სიმართლე თავად იპოვონ.